ყურანი არ ადასტურებს ბიბლიას. შენი შუამავალი ადასტურებს. ესე იგი შენ შუამავალზე უკეთესი ხარ. გახსენე რომაელები მერვე თავი. რომაელებთან პავლემ დაწერა და არა იესომ. აჰა, აქ ყავს სამშამონი, რომელიც ატყუებს უცოდინარე მუსლიმებს. ანუ იძახის, რომ შუამავალ მუჰამედს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სჯეროდა ბიბლიის. ეს არის ნამდვილი ტყუილი. იმიტომ რომ ყურანში ალლაჰმა არასდროს ახსენა სიტყვა ბიბლია. რაც იყო ნახსენები, ეს არის თორა და ინჯილი. ან კიტაბ, რაც ნიშნავს თორა ან ინჯილი. კარგით? თლიან ყურანში ეგრეა ყველა აიათებში. კი, ჩვენ მუსლიმებს გვჯერა წიგნების, რომელიც იყო მიცემული ღმერთით შუამავლებს, როგორც მოსეს და იესოს. სიტყვა ბიბლია საერთოდ არ არის ნახსენები ყურანში. ამიტომ რატო იტყუები, რომ მუჰამედს სჯეროდა ბიბლიის? ანუ მუჰამედს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სჯეროდა მათეს, მარკის, ლუკი და იოანეს? რატომ იტყუები? მაგრამ ყურანში ხედავთ, რომ ალლაჰი ეუბნება მის შუამავალს. თქვი, რომ ჩვენ გვჯერა იმ წიგნების, რაც იყო მიცემული მათ და ჩვენ რა წიგნები იყო მიცემული იესოს და მოსეს, ინჯილია და თორა. ამიტომ ის პიროვნება არის ცნობილი, რომ არის მათღუარა. სუბჰანალლაჰ. იმიტომ მათ არ შეუძლიათ სიმართლით მოგვიგონ, მაგიტომ იტყუებიან, რომ ხალხი სიმართლისგან გააქციონ. ყურანი იყო დაწერილი მუჰამედით, არა იესოთი, მაგრამ მაინც გჯერა, რას იძახის ყურანი იესოზე. კიდე ერთი ტყუილია სამშამონის. აფერისტობს და ატყუებს ჩვენ მუსლიმ ძმას. მან თქვა, რომ ყურანი იყო დაწერილი მუჰამედით, მშვიდობა მას და სალავათი მას. არის კარგად ცნობილი, რომ ყურანი იყო გამოგზავნილი პირველი ალლაჰით, უძლიერესით იმით, რომელიც ყველაფერი შექმნა. შუამავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ იღებდა ყურანს, მერე კითხულობდა მის მოწაფეებისთვის. მისი მოწაფეები უკვე იწერდნენ ყურანს. მერე უკითხავდნენ მას, რომ დარწმუნდნენ, რომ არაფერი გამორჩათ. და ყურანი ამტკიცებს და ადასტურებს და იძახეს, რომ ის არის უძლიერესი ალლაჰისგან, ყოვლის შემძლესგან. და ბიბლია, მარკო, ლუკა, იოანე, მათე, არც ერთ მაგათგან არ უთქვია, რომ მიიღეს ბიბლია ღმერთისგან. პაულეს როცა მან თქვა, რომ ყველა წიგნები იყო ღმერთის შთაგონებით, ახალი აღთქმა არც იყო დაწერილი მის დროს. ამიტომ ქრისტიანი მცოდნეები იძახიან, რომ პაულე იძახდა თორაზე, ან ძველ აღთქმაზე. ამიტომ ბიბლია საერთოდ მაგას არ იძახის, რომ არის ღმერთისგან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ბიბლიაში, რომ პაულე იძახის მიზეზს, რომ რატომ დაწერა სახარება. იმიტომ რომ ბევრმა დაწერა. და არა იმის გამო, რომ ღმერთმა უთხრა მას. ხალხი, რომლებიც იყვნენ მოწმეები, მას გადასცეს თხრობა. ამიტომ სამშამონი იტყუება და ატყუებს თავის გამომწერებს. ანუ მე უნდა დაუჯერო მუჰამედს, რომელიც მოვიდა 600 წლის შემდეგ, რომელიც მიყვება იესოზე არაბულად, როცა იესო არაბულად არ ლაპარაკობდა. კიდევ ერთი არასწორი არგუმენტი, რომელიც იყენებს სამშამონი ჩვენი მუსლიმი ძმის მიმართ. ალლაჰმა დაიფაროს. მისი არგუმენტი არის, რატომ ჯერა მუჰამედის სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, რომელიც თქვა რაღაცა იესოზე, იმ ენაზე, რომელზეც არ ულაპარაკია იესოს. ამიტომ მისი სიტყვებიდან გამოდის, თუ ვიღაცის სიტყვები უნდა დაეჯერო რაღაცაზე ან სხვაზე, რაც გეტყვის, აუცილებლად უნდა გითხრას იმ ადამიანის ენაზე. რანაირი არგუმენტია ეგ? კარგი, მოდი პირიქით ვთქვათ, მაგრამ ჯერ ვიტყვი ამას. პირველ რიგში, არა მუჰამედმა, მშვიდობა მას და სალავათი მას, თავისით გვიამბო რაღაცა იესოზე, მისი სურვილით. ასევე მის ცხოვრებაზე და ასე შემდეგ. ეს იყო ყოვლის შემძლე ალლაჰი, რომელიც ყოვლის მცოდნეა, რომელმაც იცის დეტალურად რა მოხდა წარსულში და რა ხდება ეხლა დეტალებში და რაც მოხდება მომავალში დეტალურად. მან გვიამბო მისი შუამავლით, დიდებულ შუამავალზე, ნამდვილ მესიანზე, ალლაჰის მორჩილ იესოზე. რაც შეეხება ბიბლიას, ხალხმა, რომლებმაც გვიამბეს იესოზე, ბიბლიაში, ახალ აღთქმაში არიან ხალხი, რომლებიც არ ვიცით ვინები არიან. ერთი მომენტი გავიგოთ, ყველაზე პირველი მანუსკრიპტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალ აღთქმაზე, არის 100 წლის შემდეგ იმ ხალხისგან, ვინც ნამდვილად არის მწერალი. ვიცით ვინები არიან? არა, შეიძლება მათ დაუჯეროთ. თუ არ ვიცით ვინები არიან, როგორ დაუჯეროთ? კარგი? ასევე ეს ადამიანი, თუ მაგინდას შემოვატრიალებთ მისთვის,
შენ გაქვს თორა, რომელიც ლაპარაკობს აბრაამზე და ნოეზე, იმ ენაზე, რომლებზეც ისინი არ ლაპარაკობდნენ. ესე იგი არ უნდა დაუჯეროთ? იმიტომ რომ თორა არის ებრაულზე, აბრაამმა და ნოემ არ იცოდნენ ებრაული. რანაირი არგუმენტია ეს? ეს არის იმის რეზულტატი, როცა ღმერთის სწავლას ეწინააღმდეგები. მაგის გამო ისეთ რაღაცებს გათქმევინებს, რაც არის ნამდვილი სიცულელე. ვაქება ალლაჰს, რომელმაც ყველაფერი შექმნა. მოდი ისლამში. ისლამი ინტელექტთან ერთად მიდის, ბუნებრივ მიდრიკელებასთან ერთად. არა როგორც ქრისტიანობა, არის სამი ღმერთი, მაგრამ ერთი ღმერთია. იესო საოცე ღმერთია, მამა საოცე ღმერთია, სოდიწმინდა საოცე ღმერთია. მაგრამ ერთი ღმერთია. რომელ სკოლაში დადიოდი? 1 + 1 + 1 უდრისა 1-ს, 1 + 1 + 1 უდრის 3-ს. მაგრამ ქრისტიანულ ლოგიკით ერთია. ვითხრე რომ ეს სკოლაში დადიოდი. თავრობას დაურეკოთ და სასწრაფოდ ის სკოლა უნდა დაკეტოს.